წყალწითელას ფიცი. საქართველომ მას მურვან კრულ დაარქვა. არა იმიტომ, რომ ხმა არ ესმოდა, არამედ იმიტომ, რომ მის სულში სხვისი ტკივილისთვის ადგილი არ იყო. საქართველო ფერფლად იქცა. მის წინაშე ორი ძმა დგას, დავით და კონსტანტინე მხეიძეები. მცირე რაზმით ისინი მრავალათასიან ურდოს ეჯახებიან. ეს არ იყო მხოლოდ ბრძოლა მიწისთვის, ეს იყო ბრძოლა გადარჩენისთვის. ისინი თყვედ ჩავარდნენ. მიიღეთ ისლამი, აღიარეთ ხალიფას ძალაუფლება, გაისმა შეთავაზება, რომელიც ბევრისთვის ხრისთვის ხსნა იქნებოდა. პასუხი იყო მოკლე და მჭრელი. ჩვენი ხორცი შენს ხელთაა, ტანჯე იგი როგორც გსურს, მაგრამ ჩვენი სული ღმერთს ეკუთვნის და მას შენ ვერ შეეხები. სასჯელი უპრეცედენტო სისასტიკით ახსლუდა. 10 დღის განუწყვეტელი წამების შემდეგ ძმებს ხელზე მძიმე ლოდები გამოაბეს და მდინარე წყალწითელაში გადააგდეს. დღეს იქ, სადაც ძმებმა თავგანწირვის მაგალითი დატოვეს, მოწამეთას მონასტერი დგას. დავითმა და კონსტანტინემ დაამტკიცეს. არსებობს რაღაც უფრო ძვირფასი ვიდრე სიცოცხლე. ეს არის ღირსება, რომელიც სიკვდილზე ძლიერია. გამოიწერე გვერდი სხვა საინტერესო ისტორიისთვის.